მრევლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ თუ კი რამე დღეს გორს აწუხებს სამწუხაროდ და ეს არის ფაქტი, ვინც ერთხელ მაინც გორში მოხვდება, დაწუნდება. აუტანელი სუნი ცენტრალურ უბნებში გორის ფანჯრებს ვერ აღებენ. რატომ ნაგავსაყრელი ცენტრიდან წუთნახევარი სავალი მანქანით. და ადგილობრივები ითხოვდნენ არსებული ნაგავსაყრელის გაუქმებას. და ხელისუფლებამ რა გადაწყვეტილება მიიღო, ნაცვლად იმისა, რომ გაეუქმებია და სხვა ადგილზე გადაეტანა, 8-ჯერ ზრდის მასშტაბს და ამ ნაგავსაყრელს აქცევს რეგიონალურ ნაგავსაყრელად, ანუ მთელი მცხეთა მთიანეთიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მთელი შიდა ქართლის ყველა რაიონიდან თავს მოიყრის აი ამ ადგილას, უკან ჩემს უკან ტერიტორიაზე. აი ამის შემდეგ ხო მარტივი არის. 8-ჯერ უფრო მეტად ხო შეაწუხებს გორელს აქაურობა, ანუ შეუძლებელი გახდება ცხოვრება განსაკუთრებით მიმდებარე უბნებში. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს პრობლემა, არ ითვალისწინებს, ესეც სიმართლე უნდა ვთქვათ, შესაბამისად მადლობა ღმერთს 2 თვე გვაქვს არჩევნები. და ხელისუფლება უნდა ჩანაცვლოს იმ დემოკრატიული ოპოზიციური ძალებით, რომლებიც თავიანთ თავს ხალხის სამსახურში ჩაიყენებენ. 2 თვე შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარებაც. ამას სჭირდება დარაზმვა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოყვანა.